ძეგვის ბავშვთა სახლში ჩვენ დავიწყეთ ალილოობა. ალილოზე სიარული ესე ვთქვათ. ეს ახლა მაშინ კომუნისტების დროს ეს რა თქმა უნდა აკრძალული იყო და მაგრამ აი მაშინაც კი ჩვენ რაღაცა პატარა ჯგუფი ვედავდით და თბილისში ესე ალილოს მღეროდით ხოლმე ესე ხო მაგრამ ნუ კარგი ხო და იქ ჯერ ესე ერთმანეთს ულოცავდით მე გადავწყვიტეთ რომ მოდი ახლა ქალაქში დავიდეთ თბილისში და იქაც ეს მოვაწყოთ მაშინ ეს აკრძალული აღარ იყო იმიტომ რომ მორჩა კომუნისტები აღარ იყვნენ იმ დროს მაგრამ იყო სრულიად უჩვეულო ადამიანებს არ ჯეროდათ რომ ესეთი რამე შეიძლებოდა არ იყო ადვილი იმის არჩევასად მისულიყავი ვისთან ვის სახლის წინ უნდა გემღერა ეს ალილო და პირველი ალილო იყო და პირველი ვისთანაც მივედით იყო ბატონი ზურაბ კიკნაძე ეს შენ დიდი მეცნიერი დიახ და მე ჩემი მასწავლებელი იყო ის ფაქტიურად მართალია მე მათემატიკოსი ვარ მაგრამ აი როცა დავამთავრე მათემატიკური მე იმას ვესწრებოდი იმას ლექციებზე ვთხოვე და მომცა ამის უფლება და 3 წელიწადი ვესწრებოდი ყველა ლექციას და მოკლედ კარგი ურთიერთობა გქონდა და ვიფიქრე რომ ეს კაცი ნამდვილად გაიგებს ამას და მივედით იქ და ვიმღერეთ 1 საათი ვიმღერეთ არა მარტო სხვადასხვა სიმღერები ჩვენ იქ მთელი წელს ამ სიმღერებს სწავლობდით და ვმღეროდით დიდების და პატარების ხო არავინ არ გამოდის მე გამოვიდა როგორც იქ შემოყვიდა გაკვირებულმა შეგვიბათიშა სახში ხა ეს ადვილი დადგმელი კი ამარა დაახლოებით 30-ზე მეტი ბავშვი იყო ხო და ესეთნაირად მოგვიბოდიშა რომ ბაცო კი მესმოდაო ეს სიმღერაო მაგრამ რას ვიფიქრებდიო რომ ეს სინამდვილეში ხდებოდაო მე მეგონა რადიოში იყო